საფრანგეთში ქალაქ მარსელთან ტყეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა. სამაშველო სამსახურებმა უსაფრთხოების მიზნით დაახლოებით 2000 ტურისტი გაიყვანეს ტერიტორიიდან, რომლებიც ქალაქის დასავლეთით კაროებში ცხოვრობდნენ. ცეცხლს 600 მეხანძრე აქრობდა. ხანძრის ჩასაგრობად მობილიზებული იყო ვერტმფრენებიც. Пожежники гасили вогонь цілу ніч. Пожежу вдалося локалізувати лише у четвер вранці. З міркувань безпеки евакуювали майже 400 мешканців передмістя. მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში კი ბოლო 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ნაგავსაყრელთან ახლოს 51 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მონტერეი, სადაც მოკვლული ადამიანების ცხედრები იპოვეს, მექსიკაში ნარკოდაჯგუფებების ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. მსხვერპლთა შორის 58 მამაკაცი და 2 ქალია. მას შემდეგ, რაც ფელიპე კალდერონის ხელისუფლებამ ნარკობარონებთან ბრძოლა გაამკაცრა 2006 წლის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 25000 ადამიანია მოკვლული. გერმანიაში სიყვარულის დღესასწაული მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დუისბურგში მოხდა, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ყოველწლიური ტექნო-მუსიკის ფესტივალისა და სიყვარულის დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. გერმანელი სამართალდამცველების განცხადებით, მათ გვირაბი უნდა გაევლოთ, რა დროსაც მასობრივი პანიკა ატყდა. დაღუპულთა რიცხვი 19-მდე, ხოლო დაშარულთა რიცხვი 352-მდე გაიზარდა. დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცველებს შემთხვევასთან დაკავშირებით არ გაუხმაურებიათ, თუმცა გერმანული მედიის ინფორმაციით პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პირებმა ათასობით ადამიანის შეკავება სცადეს, რომ ზეიმისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ გადასულიყვნენ. იაპონიის ზღვაში შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები დაიწყო, რამაც ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება გამოიწვია. ფხენიანში აცხადებენ, რომ საპასუხოდ მათ შეიძლება თავიანთი ბირთვული არსენალი გამოიყენონ. ერთობლივი წვრთნები, კოდური სახელწოდებით დაუმარცხებელი სული 4 შაბათამდე გაგრძელდება. სწავლებაში 8000 ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო, 20 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი, 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას. ამერიკისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების ხელმძღვანელის განცხადებით, სწავლებას ერთი მიზანი აქვს. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ უარი უნდა თქვას. სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში დაბალი ტემპერატურის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა. -6 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა ტაკნასა და პუნოს რეგიონებში. პერუს დედაქალაქ შირიაჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსს აღწევს. პერუს ხელისუფლებამ მაღალმთიან რეგიონებში 60 დღიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა. სამხრეთით მდებარე ქალაქ პუნოში, რომელიც ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარეობს, ავადმყოფოებს დახმარების მიზნით ათეულობით ადამიანი მიმართავს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ბოლივიასა და ჩილეში. თითოეულობა დაფიქსირდა ჩილეს სამხრეთ რეგიონებში, ბოლივიაში კი თითოეულობის გამო ქალაქების უმეტესობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.